მზიამაღლობელი საქმის არსებითი განხილვა გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე მოусმინეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ მაღალჩინოსანს. სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და ითხოვა მზიამაღლობელმა სასამართლო დარბაზში არსებული საყრდნიდან გადაინაცვლოს ადვოკატების გვერდით, რადგან დაცვის მხარის განმარტებით მზიამაღლობელი არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ ფიგურას. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან იყო მიტინგი და ამ დროს ყოფდა ერთ-ერთი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს ქალაქის სამმართველოს უფროსი მოხდა თავდაცვა, რომელსაც ერთ-ერთმა ქალბატონმა ხელი გაართვა მარჯვენა ლოყასლავურის არეში. როგორც შემდგომ დადგინდა იყო მზიამაღლობელი, რომელიც დაკავებული და ადგილზევე ფაქტის დროს და შემოყვანილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში. ექსპერტს საერთოდ არ აქვს დათვალიერებული და ექსპერტიზა მანამდე დანიშნული აფიქსირებს მხოლოდ მარცხენა მხარზე სის დაზიანებას. მაგრამ სასჯელ ასრულებამ აღმოაჩინა სხვა დაზიანებები მარჯვენა მხარეს, ასევე დაზიანებები და ბუნკერის არეში დაზიანებები. ახლა ეს ფაქტური დოკუმენტებია, არა? ეს რო შეიძლება სადავოებო. 14 იანვარს არსებული დაზიანება 14 იანვარს. ეს პიროვნება ბრალდებული მზიამაღლობელი შესახლებული იქნა იზოლატორში 12 იანვარს. 12 იანვარს როცა შესახლდა ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე იზოლატორმა დააფიქსირა ხო მასზე არსებული მდგომარეობა. და შემდეგში უკვე 13 იანვარს დადგენილებით დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც ასახავდა ამ დაზიანებებს მათი არსებობის შემთხვევაში.